გამარჯობათ მეგობრებო, just you make mistake. A moment you see terminus ABC, just south area. Yeah, this way. Is it locked here? Yeah, just follow. You see, follow sign. You see, left side. And follow. See, follow these roads. Yeah, right there. Okay. ისევ გამარჯობა მეგობრებო, ყველას მოგკითხვა ბედნიერება. არ მინდოდა გადაღება, უსვათ ისე მინდოდა ლაითად, მაგრამ აი როგორ ხდება, მძღოლ შეეშალა გზა. მძღოლი არის ჩინელი და სამწუხაროდ ახლა მე უნდა მართო, მოვდივართ ნევარკის აეროპორტში. Just follow, keeping roads. შეეშალა გასასვლელი და ჩვენ როგორც ყოველთვის ვეძებთ ხოლმე ესეთ არაორდინარ სიტუაციებში. აი ბუნებრივად მოვხდით არაორდინარ სიტუაციაში. აეროპორტში მოვხდით, მაგრამ ახლა მე უნდა უხელმძღვანელო ამას როგორ წავიდეს. და კაცი კი არის ახლა კომუნიკაცია, მაგრამ ხდება ყველაფერი რასიზო. აქ რა მოხდა ეთქობა არ მიაღწია ყურადღება გადასასვლელს ეგზიტს რო ვეძახით. შეეშალა. ამ დროს არის ხოლმე რომ ხა მე როგორც მძღოლის გამოცდილება ტაქსზე რო ვიყავი ჯერ შემეშლებოდა ხოლმე კლიენტი იწყებდა ჩხოუს ყვირილის ძაბავდა სიტუაციას, მაგრამ ესეც დაიძაბა ეს მძღოლი, მაგრამ მე ხარ დაუწყებ ახლა იმას დაძაბავს პირიქით უნდა გამოხვიდე მდგომარეობიდან. ცხოვრებაში წასია რაღაცა რომ მოხდება ხოლმე. უმეტესობა იწყებს ჩხუბს და გარჩევას, გასულ რა დროს გარჩევა მიდი მიხედე გამოდი მდგომარეობიდან. Did you put terminal B on the GPS, no? კარგად არის ინგლისური. ტერმინალი B უნდა დაედო იმაში და ხა უკვე მორიდებულია, თქო ჩინელები რა მორიდებული არიან და ხმას არ იღებს გასუსულია. გონია რომ დაუწყო ჩხუბს. რატომ უნდა დაუწყო ჩხუბი გასულ გამოსავალზე ფიქრობ. You see? No, one moment. Yeah, follow right side. Terminal right, you see? Yeah, follow this. Arzerebits არის ის კარგად. Yeah, just follow ABC. We need B. Follow with track. Yeah. You see, ABC terminal go straight. Okay, it's terminus ABC. ეთყობა კარგად არის ის ჩინელი კი ამაა ეთყობა ინგლისური არის არა და დიდი ასაკოვანი კაცია. მაგრამ ჩვენ როგორც ყოველთვის თავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და you see clear as keep right. No, go straight. It's over here, it's a park. Just make right, yeah, follow right, yeah. You see this sign, yeah. No, sorry. Keep left, it's parking. No. Let's change all parking. It's parking, go straight, yeah. Oh, I think No, yeah, you're right, yeah. Again, yeah, better to go. Yeah, sorry. It's yeah. it's a long curve. It doesn't make a circle. Yeah. Because go back and airport exit and terminus ABC, yeah, I can start to show you the ticket. Don't hurry, don't worry, be happy. It's a huge airport. What's to run the route that's აქედან ხო შეგვეშალა აქ წავედით და რაღაც ორგანიზაციები აქ რა ვიცი. აი აეროპორტის ისია. Okay.
Yeah, just now. Okay, you see terminals and parking. Yeah, keep right. Terminals and park ABC. With the B. Როგორ ვამბობთ ხოლმე მეგობრებო, ბუნებრივად და yeah, keep right. ნატურაში. ესეც ცხოვრების ელემენტებია. Okay, all terminals. ABC. Yeah, we are going right. No, one moment, just no. It's yeah, you're right. Yeah. Is are udareulebia. Keep right. ეხლა ვიც აქ მუშაობს ხოლმე აეროპორტებში დემონსტრაცია პირად იციან, მაგრამ ხა ჩვენ იშვიათად რო გვიწევს ყოფნა. წარწერებს უნდა მიყვეთ. Yeah, terminal A. Yeah, now we are in base. Yeah, we are in base roads. Yeah. Terminal B, level 2, level 1. It's not important. არ ვანერვულეთ კაციკოს. მაგრამ ნერვულობა რას უშველის. ვიპოვეთ ეს უკვე აეროპორტია და უკვე იმედია არ დავიკარგებით. აქ თუ დავიკარგეთ, ჩართვალეთ რომ departures, yeah, use both lines. აქ უკვე ნამდვილად არ დავიკარგებით. აეროპორტით მოვედით. ეხლა შემიძლია მეტროთი წამოსულიყავი, მაგრამ ისეთი სიცივე რო არის უკვე ვარჩიე მაინც ტაქსი წამოსვლა. მეტროთი კი გადამიჯდებოდა $20, მაგრამ ტაქსით უკვე დამიჯდა $120 და პლუს პატარა ნერვიულობა. We need company spirit. Just stop somewhere, yeah, no problem, I think. Thank you very much, my brother. Thank you so much. Have a good day. You too, thank you. Yeah. You know how to get in city? Yeah. Thank you. Okay. Thank you. Have a good day. Thank you. მე მქონი ასეთ შემთხვევები, მე ჩემ იმას ვიძახი ტაქსის მძღოლობის გამოსილებიდან და რო შემშლია ზოგი გიჟი გადარეული ქალიან კლიენტი რო ყოფილა და აუწყია ჩხუბი და მთელი უბედურება. ეხლა მე რომ გავლილი ესა ასე გავაკეთებდი? არა რა თქმა უნდა. შემოვედით და ჩვენ გავიარო ჩვენ აეროპორტში. ცოტა ადრე კი მოვედით, მაგრამ ესე იგი აეროპორტში ყოველთვის მოვდივარ ადრე რა. პირველი იმიტომ რომ შეიძლება იმაში მოხდე, რა ქვია, საცობში დააგვიანო. მე მეორე მომენტია რომ აეროპორტში მოვდივარ შეიძლება დაიბნე და აიქაც დაიბნე არა, კი იპოვე, მაგრამ დრო შეიძლება დაერიო და დრო რო გაქვს ამას გამოასწორე. აი ეხლაც უკვე შემოვედი ახლა ბილეთში ეწერა ტერმინალი B. ჩვენ გვინდა კომპანია ასეთი სპირიტი. შემოვედი აეროპორტში, გამოვიხედე სპირიტი არსად არ აჩანს. ვა. უკვე ახლა თავისებურად ცოტა იძაბები ხოლმე, მაგრამ მერე გადავავლე თვალი, გადმოვავლე და უკვე წარწერებს მიხედავ და აგე ჩვენი სპირიტი, გახრა. ესე იგი ეს აეროპორტი ტერმინალები ყოფილა რამდენიმე ლეველი, დონე. და აგეთ ხედავ რომ
აი Spirit, ესე იგი ყოფილა level check-in level 2-ზე. ჩვენ ყოფილა level 3-ზე. ჩავიდეთ level 2-ზე, როგორ ჩავიდეთ? ალბათ აი ეს იქნება შესასვლელი. უბრალოდ მეგობრებო, ზოგჯერ ხა ჩვენი მაყურებელი ზოგი კრიტიკულად ან არა დამსახურებულად ისე მოგმართავს ხოლმე, რომ თითქოს ჩვენ დებილები ვართ, არ მინდა ასეთ უხეში სიტყვით ავთქვათ, მაგრამ ნუ ხდება ყველაფერი ხო არის ადამიანმა, რა. ისეთი ჩასასვლელი ხა ჩვენ მესამეზე ვიყავით და ჩავართ ახლა level 2 check-in. აი, ეგეცებიან level 2. ისე საინტერესო რაღაცაა, ხო აი ხო დავდივართ ამ აეროპორტებში და თითქოს ეფირათ უნდა იცოდე, მაგრამ ხდება ყველაფერი. მთავარი რა არის ჩვენი არხიდან გამომდინარე და ჩვენი სტილიდან გამომდინარე, არასდროს არ ავარდეთ, ემოციებს არ ავყვეთ და გავაკეთოთ საქმე. აგე level, აგე Spirit ეს ერთ-ერთი ყველაზე იაფი ბიუჯეტური კომპანიაა ამერიკაში და აქაც ახლა უკვე უნდა დავაფიქსირო ჩემი კომპიუტერისა ონლაინზე ჩემი ჩეკინგ, უკვე ავტომატურად ხდება ყველაფერი და აი ამ პროცესს გავაკეთებ ახლა აქ. დავიწყოთ გვარი და რაღაცები, რომელიც მე არ მიყვარს, მაგრამ გიყვარს თუ არ გიყვარს, უნდა გავაკეთო. დავიხოთ. Let's go. English. მერე სკანი ხა ბორდი არა მაქვს, მოდი იმის გვარის მიხედვით გავაკეთოთ. პასპორტის მიხედვით, იყო ჩვენი your name. Okay, ეს უფრო ადვილია. Continue. აი შემეშალა. First name ეს არასწორად გავაკეთე. აკაკი. Last name სად არის? აკაკი. Continue. Please wait. ეხლა მეგობრებო რა ხდება, იცით? ზოგი ეხლა ვინც კომპიუტერზე ზის ნომის იმებს გენერლებს რო ვიცახე, იქიდან ადვილია, მე ხარ რო ვიღებ, იმიტომ ცოტა ასე არა იმად ვაკეთე. ესე იგი ამოვაგდო აკაკი გეგენავა, რომელიც მიფრინავს დეტროიტში. Okay, check-in. ¿Ella tuvo castigo de rosado? Sí, aquí también. Sí. Accept. El diario el mío lo hice. COVID რაღაცებს გიკითხება, accept. Accept. Do you need make updates to your ¿Era bagage? escáner y el clic por favor? ¿Aquí? Sí, Updates. sí. Es de QR. Carry on. Yes. Carry on. La de él y el de Alba. Ya Do se you la need hizo to make updates to your bags? ¿Y esto es Ahí ya. No, not wrong. Ya. Please wait. Ara. Carris? Sí. Seats, select seats. Añadir a... Para hacer un check-in aquí. Así. Sí. Ella te da mira, exactamente aquí. ¿Ok? Procedo de aquí. ¿Ok? Okay. Searching for. Online. Всё. აი ბილეთი მოვცა, ესე იგი სწორად გავაკეთეთ ყველაფერი. Check-in. Tiene que para empezar Da. a incorporar. Indomijaxi. Okay. You are all set. Grab your documents and head to gate. Okay, всё. ესე იგი მე ცოტა
გამოვიდი არ შეუშველო ხელი ხო. ესე იგი ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. ეხლა ზოგი მეტყვის ატო გვაჩვენებ ასეთ რაღაცებს, მაგრამ ჩვენ მიყვებით ჩვენ ამას. ნატურაში ბუნებაში უკვე დამცხა, გავიხადოთ. ეხლა მე ის გადახდინე მაქვს და უბრალოდ აქ უნდა შემავამოწმო საბუთეს პასპორტ ემეილს ვაჩვენებ და იქ უკვე ჩავაბარებ ამ ჩემ ჩანთას და გავიაროთ ეს ეტაპი, თორე გადაღება ამათ არ უყვა და მე გეტყვით ყველაფერს. გავიარეთ შემოწმება, სხვათა შორის ეტაპი გეტყვით, აი ვინც მოგეძებნა. ძალიან მაგარი შემოწმებებია. ადრე არ იყო ასე. საბუთები სად მიდიხარ, როგორ მიდიხარ, ლეგალობის იმას ითხოვენ. აქედან გამომდინარე ახლა ამ ტრამპი რაც მოვიდა ძალიან გამკაცდა და ალბათ ჩემ თანამემამულეებს ვეთქვი რომ თუ წასვლა მოუნდებათ მაინც მოვერიდონ თვითმფრინავით გზავრობას ამერიკაში. ძალიან დიდი შემოწმებებია და ხო იცით ახლა რომ გამოწმებენ მე რო უკვე ბევრ კითხებს რო გისმენ უკვე ბევრ რაღაცა შეიძლება აღმოაჩინონ. ამიტომ თუ თუ მაგალითად საბუთები არ აქვს ადამიანებთან, ნუ რამდენია ხა ჩვენები ხო მექსიკიდან გადმოსულები და ვინც საბუთებს აკეთებენ, ვინც ამ საბუთების პროცესია, სასურველია რომ ფაქტია რომ სასურველია რომ თვითმფრინავით არ იგზავნოთ. ჩემი მე რჩევების მიცემა არ მეყვარს, მაგრამ ნუ ფაქტია რომ მაგრამ ამოწმებენ და ყოველთვის რაღაცას იპოვებენ. აი მაგალითად ახლა გეიჯი როდის იყო აი ამ ხელა რიგი მე არ მახსოვს, იმიტომ რომ იქ დგანან და ამოწმებენ და ამოწმებენ. გასიზა როგორ ამბობენ რომ იქაური ქუდი დაეხურე რომ ქვეყანაშიც მოხდები. არ დაექვემდებარები კანონებს და პრობლემები შეგექმნება. შემოწმებები. ამდენი გვილაპარაკია რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. ეხლა ზოგი ამბობს რომ ეს ცუდია, კარგია, ასე თანამედროვე დრო არის. კანონებს და ფაქტებს ვექვემდებარებით. კონტროლი. ესე იგი შემოწმებები მიდის. აი მინდა შეგახსენოთ ასეთი რომანი, მგონი ჩვენ განვიხილეთ ჰაკლის გიჟი სამყარო. აი წიწილებივით და რომ მართავენ და რომ აკონტროლებენ. აი აეროპორტში ხო იგზნობა რა. ეხლა ვიდეოში ვერ მოახვედრი ეს მომენტი, მაგრამ ამის გამხადეს გეკითხებიან სად მიდიხარ, როგორ მიდიხარ უკვე მეორეჯერ. არ ვიცი. რა შედარება თუნდაც ახლა 3-4 წლის წინანდელი შემოწმებები და სად ეხლანდელი შემოწმებები თან ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის კომპიუტერული ტექნიკით. ეხლა აეროპორტში თვალსაჩინო ჩანს, მაგრამ ალბათ ცხოვრებაშიც გავრცელდება. ზოგს ეს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, იტყვის რომ აბა ტექნიკით ყველაფერი კონტროლდება, მაგრამ ფაქტიურად ჩვენ როგორ ამბობთ, ბიბლიაშიც მასია ხო ასახული, რომ ეს ყველაფერი მოხდება ერთი მმართველის ხელში, ანტიქრისტეს და ანტიქრისტეს ხელში მოხდება და ნუ მთელი ამბებია ეს. ახლა ამაზე არ დავწმუნდები, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ როგორ ამბობთ, ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რაც არის, არც იქით, არც აქით. ფაქტია, რომ ტოტალური შემოწმება ხდება ყველაფრის. თავისთავად ადვილად მოვედი, ახლა დილაა ფაქტიურად. ასე თუ ისე მაინც მოვასწარეთ, ახლა 1 საათი მაინც მაქვს დრო.
თვითონავის გაფრენამდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წეღანაც რო თქვი, ყოველთვის სასურველია რომ აეროპორტში მოხვიდეთ ადრე. ამასადა ჩვენ დეტროიტი ჩვენ ჩვეულებრივად ასე ვთქვათ, ვიპოვოთ ჩვენი ასე ვთქვათ სკუჩნი ადგილი. დავждეთ, ვიფიქროთ. ფიქრის მეტი რა მოხდის არა. მეტი რა საქმე. არ ვიცი ამ თემაზე ცოტა აზრი მინდა მაინც ცოტა თქვა, იმიტომ რომ რა თემაზე რომ აი ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. შეიძლება აი ძველი თაობის ხალხი ან ჩემი ასაკის ხალხი ადრე უფრო თავისუფლად გრძნობდი თავს. და ამ ტექნიკის და ამ იმის გარშემო რო ხარ, შეზღუდული გრძნობთ. მე ყოველპირადად ასე ვარ და შეიძლება იმიტომ რომ მე ვადარებ ჩემ ძველ დროს და ძველ პერიოდს. მაგრამ ახალგაზრდა თაობისთვის, რომლებიც ფაქტობრივად ეხლა იზრდებიან და თავის ცხოვრებას იწყებენ. და სულ ამ აპარატურის და მობილურის ზოგადად ვიტყვი რომ ყველაფერი აი ხა ბავშვობიდან ხა ის ბავშვი დაждდება მთელი დღე უყურებს მე თვითონაც ჩაждდება მე წავა და სულ ამ ის გარშემო იქნება და თავისთავად თვითონაც რაღაც ინფორმაციას იღებს, მაგრამ ახსლის რომაიდან გამომდინარე იქიდანაც ამოწმებენ. და წერანაც რომ ამბობდი ხა ჩემთვის ეს ძალიან მიუღებელია, მაგრამ ამ ბავშვისთვის და ზოგადად ბავშვებისთვის ეს ჩვეულებრივი დრო არის, ხო? რა ქნას ახლა ამ პერიოდში დაიბადა ადამიანი და ასეთ სიტუაციაშია და ხარიათ, არ უხარიათ. გინდა ისე თქვი, გინდა ასე თქვი. ამ დროში ცხოვრობთ. ალბათ ამ თემაზე მე ჩვენც ვილაპარაკებთ. არა მარტო მე კი არა, ყველა მაღაზია ლაპარაკობს და რა არის გამოსავალი და ალბათ ბევრი კითხვა, ანალიზი, წიგნების კითხვა. არ ვიცი. ჩვენ ამაზე მე ალბათ უფრო კომპეტენტურად და უფრო გაცნობიერებულად ვილაპარაკებთ. ასეა ცხოვრება გრძელდება და გინდა არ გინდა ის რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა ბედნიერებისათვის და სიხარულისათვის ეს არ უნდა დავივიწყოთ. კარგით მეგობრებო, დავამთავრებ ამ ვიდეოს და გავაგრძელოთ ჩვენი ამბები. საქმეები გვაქვს გასაკეთებელი. მივფრინავ დეტროიტში და ბევრი მაყურებელი ერთი სული აქვს, როდის მივარ ჯორჯთან და დავიწყეთ მოქმედება. წინასწარ მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ხო, ჯორჯი დამხვდება, ეს უკვე ვიცით, იმიტომ რომ ზამთარია და მძღოლები არ მუშაობენ ზამთარში და ისე მოხდა, რომ ის მანქანა შემინარჩუნეს. ასე რომ შევხვდებით ჯორჯთან ახლოს და ასე შემდეგ. იმედია საინტერესო და შემეცნებითი ვიდეოები გვექნება.